სააკაშვილის ამბით რო დავიწყოთ, აი მისი გათავისუფლება რას ემსახურება და ხო არ იყო ეს რაღაცა ქართული ოცნების მხრიდან შურისძიება მისი საქმიანობის გამო და ზოგადად რომ შეგვიფასოთ ეს კობახიძის ეს ქმედება. ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში არის ისეთი რეალობა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ეს ჩვენ საერთაშორისო დონეზე იქნება თვითონ ქვეყანაში ემსახურება ერთადერთ ადამიანს და ერთადერთი ადამიანის ინტერესებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა ქართული ოცნება, თუმცა ოდნავ ბუნდოვანი იყო წუხანდელი განცხადებები, რასაც ჩვენ უსმენდით, უფრო მკაფიოდ და უფრო კარგად ნათქვამი, უფრო გასაგები იქნებოდა ხალხისთვის, მაგრამ მთავარი არის ერთი რამე. დღეს ივანიშვილს არ აწყობს არც ერთ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს წარმოჩენა. მისი მიზანია ქართული სახელმწიფოს უგულებელყოფა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან, რათა მან აქ უფრო მეტად დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი და მართოს ქვეყანა იმ ოლიგარქიული სისტემით, რომელი ოლიგარქიული სისტემითაც დაიწყო მმართველობა. გადავიდეთ კითხვებზე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ იყო შეხვედრა, იყო ამასაც საუბარი, ვიცით რომ ნაციონალურ მოძრაობაში მკაფიო ოპოზიცია აქვს, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ეს არის რუსული გეგმა და ასე შემდეგ. სხვასაც რომ ზოგი ფიქრობენ, ზოგი რომ მიიღებს მონაწილეობას, როგორ აპირებთ ერთობის მიღწევას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთობა, რომ ვთქვათ. არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ოპოზიციურ პარტიას და მას აქვს სურვილი, რომ წარმოადგენდეს ოპოზიციურ პარტიას, უნდა ხედავდეს რეალურად, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და რა პოზიცია გააჩნია ქართველ ხალხს აი ამ მრავალთვიანი პროტესტის დროს და იმის შემდეგ თუ როგორი არჩევნები ჩაატარა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ გასულ წელს. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩვენ მკაფიო განცხადება გვაქვს გაკეთებული იმ პირობებში, სანამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ პირობებში, სანამ ქვეყანაში არსებობს ის CSKO ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ჩაატარა ის ეგრეთ წოდებული არჩევნები. ქვეყანაში, როდესაც არსებობს ის საკანონმდებლო ბაზა, საარჩევნო საკანონმდებლო ბაზა, რომელთაც ფაქტობრივად შეზღუდულია ადამიანისთვის, რომ მან გამოხატოს საკუთარი ნება და ფაქტობრივად ზეწოლა მიმდინარეობს პირდაპირ სამართლებრივათაც მათ მიერ შექმნილი კანონმდებლობით ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, რომ მათ ვერ გამოხატონ საკუთარი ნება, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ იღებს. პრეზიდენტის პლატფორმა აკეთებს ბურჯულაძესთან შეიკრიბებიან ოპოზიციის ნაწილი, გარდა ამისა განსხვავებული პოზიციები, ერთობის მიღწევას როგორ ფიქრობთ? ფაქტობრივად ოპოზიცია ორ პლატფორმაზე გადანაწილდა, ბურჯულაძე მაგალითად აანონსებს, რომ აპირებს ტელეფონით არჩევნების ჩატარებას, სალომე ამ ხილვას იზნახება, როგორ იქნება საერთო ხედვა თქვენი და როგორ აპირებთ ნებისმიერი პლატფორმა, ნებისმიერი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების არის მნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაში ვიღებთ მონაწილეობას და თქვენ ნახეთ, ხო? მაგალითად იგივე ბურჯულაძესთან შეხვედრაზე იყვნენ ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც სალომე ზურაბიშვილთანაც იყვნენ შეხვედრაზე. ამას ჩვენ თავარი არის იყოს საერთო ერთობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია მოახერხებს იმას, რომ საბოლოოდ, როდესაც დადგება კონკრეტული მომენტი, იქნება საერთო ერთობლივი პლატფორმა, რომელიც რეალურად დაამარცხებს იმ რეჟიმს, რომელმა რეჟიმმაც ქვეყანას ჩამოუნგრია სუვერენიტეტი პირდაპირ მნიშვნელობით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ ყველა პლატფორმაში და ის განცხადებები, რომელიც კეთდება მათი მხრიდან, იგივე ალტერნატიულ არჩევნებზე იყო საუბარი, ალტერნატიული არჩევნები რეალურად ლოგიკურადაც ასია. ქვეყანაში, როდესაც არ არის მოლოდინი იმისა და რეალურად შექმნილია ისეთ სიტუაცია, როდესაც სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი არსებობის პირობებში, სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება პოლიტიკური პატიმრების არ განთავისუფლების პირობებში, სწორედ მისი ალტერნატივა არის ის, რომ ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ქართველი ხალხის დამსახურებით, იგივე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპის სახელმწიფოების მხრიდან დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ჩატარდება ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი არჩევნები, რომელიც რეალურად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ნაციონალურ მოძრაობას თხოვს აი რაღაც კონკრეტული გეგმა, რომელ პლატფორმას ექნება, რომელ პლატფორმაში უნდა ვიხილოთ. ნაციონალურ მოძრაობას აქვს გამარჯვების გეგმა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს მთავარი გეგმა, რომ უსმენოს ქართველ ხალხს და იმოქმედოს ქართველი ხალხის სმენის შესაბამისად და რა თქმა უნდა ეს რომელი პლატფორმა იქნება, კიდევ ვიმეორებ, ერთი მთავარი პლატფორმა არის გამარჯვების პლატფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში შეიქმნება. ის დისკუსიები სხვადასხვა წრეებში, რაც მიმდინარეობს, იგივე სხვადასხვა პლატფორმებში, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ერთ საერთო პლატფორმად გადაიქმნება, რომელიც პლატფორმაც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რუსულ რეჟიმს. აი როგორ აკეთებთ ამ ერთიან პლატფორმას გარდა
აბსოლუტურად ყველას ვესაუბრებით, ვისაც რეალურად უნდა რომ წარმოაჩინოს, არა მარტო უნდა წარმოაჩინოს, არამედ რეალურად უნდა იყოს იმ პლატფორმის წევრი, რომელსაც რეალურად ევროპული პლატფორმა ქვია. დღეს თუ წარმოადგენ პროევროპულ პარტიას, თუ წარმოადგენ რეალურად ხალხის მსმენელს და ხალხის პოზიციის წარმომადგენელ პარტიას, დღეს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაცა ენის მოჩლექვით ილაპარაკო, მივიღებ თუ არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, იცით რა, ზუსტად არ ვიცით და ასე შემდეგ, ასე არ არის. კაფეო უნდა იყოს ყველას განცხადება, ჩვენი განცხადება არის კაფეო, არის კონკრეტული ჩამონათვალი, არის ის საკანონმდებლო ბაზა, არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც არიან დღეს ბიძინა ივანიშვილის რუსულ ტყვეობაში და რა თქმა უნდა ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საკანონმდებლო ბაზაც მთლიანად ზღუდავს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. გაერთიანებულ სახეს ვერ ხედავთ ოპოზიციის და აი რატომ ვერ გაერთიანდა ოპოზიცია და უნდა ველოდოთ თუ არა გაერთიანდა? ერთადერთი ვისაც არ უნდა რომ ეს დაინახოს და ვინც არ მოელის ამას და რა თქმა უნდა დამღუპველი ამასთვის ეს არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მინდა გადავწე ივანიშვილის რეჟიმს, რომ აუცილებლად ოპოზიცია მოახერხებს, რომ ერთობლივი პლატფორმა შეიქმნას, რომელიც პლატფორმაც სწორედ დაამარცხებს მის რუსულ რეჟიმს. და გუშინაც და მანამდეც იყო გაჟღერებული ტელეფონით არჩევნების ჩატარების შესახებ. თქვენ უერთდებთ თუ არა ინიციატივას და როგორ ხედავთ ამ პროცესს ზოგადად? ზოგადად არჩევნები, რაც მეტად ტექნოლოგიურად იქნება დახვეწილი, რაც მეტად სამართლიანად იქნება დახვეწილი, უფრო მეტად სანდო იქნება და უფრო მეტად შეძლებს ამომრჩეველი გამოხატოს საკუთარი ნება. თუ ეს როგორი ფორმით ჩატარდება არჩევნები, როდესაც ივანიშვილი რეალურად ქვეყანას ჭირდება არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილის არსებობის პირობებში ის არ დათმობს პოლიტიკურ პატიმრებს. ივანიშვილის არსებობის პირობებში ის არ დათმობს იმას, რაც შექმნა საკანონმდებლო ბაზა და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი უფრო დამატებით და დამატებით იღებს რაღაც კანონებს და რაღაც კოდექსებს, რომლებიც უფრო მეტად ამცირებს ადამიანების ნების გამოხატულებას. ამიტომ ივანიშვილის გარეშე მოსალოდნელი ამ ქვეყანაში ჩატარდეს რეალური არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ძალიან ბევრი რამე წამოეწევა ამ პროცესს, შეძლებს ამ ყველაფერს. საკუთრად სამ ინიციატივასთან კონკრეტულად თუ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული მონაწილეობას მიიღებთ თუ არა? ნებისმიერ ინიციატივას მოვისმენთ. ნებისმიერ ინიციატივას მოვისმენთ, როგორც პოლიტიკური პარტიებისა, პროევროპული პოლიტიკური პარტიებისა, ასეთ პროევროპულად მოაზროვნე კონკრეტული პოლიტიკოსებისას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ჩამოგვიყალიბდება, მაგრამ არჩევნებამდეც 2024 წლის არჩევნებამდეც. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ვიყავით ჩვენ, რომ უნდა შემდგარიყოს საერთო დიდი ერთობა, რომელიც რეალურად დაამარცხებდა ივანიშვილს და ნაკლებად მიეცემოდა იმის შანსები და იმის საშუალება, რომ მას რაღაცა მაქინაციებით, რაღაცა სიბინძურეებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 24 წლის არჩევნებზე, ვერ შესძლებოდა ის, რომ მოეპარა გამარჯვება, ეგრეთ წოდებული გამარჯვება, რა თქმა უნდა, და ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ყველას მოусმენს, ყველა პროცესში იქნება ჩართული, თუმცა მთავარი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ერთიანობით შევძლებთ დამარცხებას სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის. მე დეტალი ხო არ არის ცნობილი ამ მობილური ჩატარების მე დეტალებზე ვერ გაგცემთ პასუხს. მე დეტალებზე ვერ და კიდევ ერთი გუშინ გახარიას პარტიაში გამოაქვეყნეს ქარდი და თუ ნახეთ არ ვიცი, ახალი ნაციონალური მოძრაობა დელოს ლოგოა მონიშნული და კითხვა არის ასეთი დასმული, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგო. მარაგზავნილია ეს და აი რო უპასუხო. სამწუხაროა ჩვენ როგორც ოპოზიციურ პარტიას, ხო, მოსახლეობაშიც რაღაც კონკრეტულ ნაწილში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტია არის, აი აღიქმებოდა და რა ვიცი, შეიძლება ვინმესთვის კიდე აღიქმება ოპოზიციურ პარტიად, მაგრამ ყოველი მათი ახალი განცხადებები, ყოველი მათი პოზიცია სამწუხაროდ არ აჩენს იმ რეალობას, რა რეალობასაც უნდა წარმოადგენდეს პროევროპული ოპოზიციური პარტია. ამიტომ მათი თავდასხმები ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაზე ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით და კიდე შევეცდებით, რომ თავი შევიკავოთ, თავ დავესხათ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ოპოზიციო, ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ პარტიად თუ ჩავთვლით ადამიანებს და საბოლოოდ მათი ქმედებები სწორედ აქეთ არის მიმართული, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი კონკრეტული პოზიციებიც. ეხლა ის რა ქარდებს გამოაქვეყნებს ეხლა გახარიას პარტია, ნამდვილად არ არის საინტერესო. ჩვენთვის არის საინტერესო იმ პროტესტის პირობებში, იმ მხარდაჭერის პირობებში, რომელიც ქვეყანას გააჩნია, შევძლოთ ის, რომ გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო. მთავარი არის ეს და გადავარჩინოთ ქართველი ხალხი იმ უბსკურისგან, რომელ უბსკურშიც მიაქანებს ბიძინა ივანიშვილი. აი რო უპასუხოთ რა არის გეგმაო? რა ვიცი, ეხლა დანარჩენს არ უპასუხებდი. ბატონო გიორგი, გუშინ ბატონ მურჯულაძე რო აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით ტელეფონით ჩატარებას უკვე ისაუბრეთ, მაგრამ ამ შეხვედრას ეწრებოდა თქვენი წარმომადგენელი ლევან ხავეიშვილიც და
თქვენც თუ აპირებთ აი ამ ტელეფონით ჩატარებული არჩევნების ასე ვთქვათ ორგანიზებას და მიიღებთ თუ არა ამ დარგებში მონაწილეობას თქვენი პარტიაც? რა თქმა უნდა, ნახეთ, ეს არის პროცესი, რომელიც პროცესიც არის მუშა პროცესი და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ნებისმიერ მუშა პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს და ახალი ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებას, ამაზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი და ამაზე იყო მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ ის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს და ის ვითომ ელექტრონული სისტემა, რომელიც შემდგომ შეიქმნა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა აი ამ სისტემით, ეს სისტემაც არ ემსახურება დემოკრატიულ პრინციპებს. ამიტომ ყველა მიმართულებით არის სამუშაო. ყველა პოლიტიკოსის, ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია უნდა გამოითქვას და შემდგომ უნდა გახდეს სამსჯელო, თუ როგორ უფრო შესაძლებელი იქნება ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ასევე მინდა გითხრათ, პრემიერ-მინისტრი საუბრობს ზიზღის ენაზე, რომ ოპოზიცია ახალისებდა ზიზღის კამპანიას ეკლესიის მიმართ, ასევე ოპოზიციის მოკავშირე უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში და ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, ისინიც აი ამ ეკლესიის მიმართ ზიზღის ენით საუბრობდნენ და ამ კამპანიაში იყვნენ ჩართულები. თქვენ რა ვთქვათ? სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება იმ პრემიერ-მინისტრის და იმ პარტიის წარმომადგენლის და იმ ოლიგარქი ივანიშვილის წარმომადგენლის, რომელიც მმართველობის პირობებში ჩვენ ნახეთ ჩანაწერები, ფარული ჩანაწერები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ეკლესიის წარმომადგენლებს და სხვადასხვა ეპისკოპოსებს. და რაც შეეხება ზიზღის ენას, რომელ ზიზღის ენაზეა საუბარი, ჩვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების და მთლიანად ქართული ოცნების ზიზღის ენაა მიმართული ქართველი ხალხის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც რეალურად ქვეყნის გადარჩენას ითხოვს, ვინც რეალურად ევროპულ დემოკრატიას ითხოვს ქვეყანაში, ვინც რეალურად ქვეყნის განვითარებას ითხოვს. ამიტომ ყოველი დღე იწყება მათი მხრიდან ზიზღით, ქართული ოცნების მხრიდან და ბიძინა ივანიშვილისგან ზიზღით ქართველი ხალხის მიმართ და ყოველი საღამო მთავრდება სწორედ ამ ფრაზებით, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ხოლმე მათი მხრიდან. ოპოზიციის აქტივისტები ბათუმში შეხვდნენ გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს, არც უარყოფენ მასთან შეხვედრას, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ და სასაუბრო თემებზე არ ამბობენ არც. აი როგორ შეახასებთ? მნიშვნელოვანია ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს და დემოკრატიული ქვეყნები არიან სწორედ ჩვენი მხარდამჭერები, ისინი არიან რეალური მეგობრები, ისინი არიან ადამიანები და ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც მხარდაჭერა უნდათ და წლების განმავლობაში სწორედ ქვეყნის განვითარებას უჭერდნენ მხარს ყველა მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სამართლებრივი მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, სამედიცინო მიმართულებით, სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ეხმარებოდნენ სახელმწიფოს და არა ის ქვეყანა, რომელი ქვეყნისგანაც მიაქანებს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, ეს არის რუსეთის იმპერია, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის დამონებას და დაჩოქებისთვისკენ არის მიმართული. ზიზღი ლეგიტიმური უფლებაო, ესეთი არის სამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატიის მცოდნების ხელმძღვანელის ლევან ხამბაშიც ის ინტერვიუ გავრცელა, რომ ზიზღი არის ლეგიტიმური უფლება ადამიანებისთვის, როდესაც არ მოსწონს ის ხელისუფლება, რომელიც მათ ცხოვრებას წარმართავს. თქვენ რო გითხრათ ზოგადად შეფასება, რამდენად არის თუ არა ლეგიტიმური ზიზღი გარკვეულ შემთხვევებში, რომ გამოხატოს. რეალურად ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩვენ ვისმენთ პროცესის შესაბამისად კრიტიკას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ ჩვენ ზიზღს. ზიზღს არა მარტო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ ცვლას და ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია, ხო? იგივე კობახიძესგან, მთელი ეგრეთ წოდებული პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა იმ ადამიანის მიმართ გამოხატული ზიზღი, რომლებიც რეალურად ქვეყნის წარმატებისთვის გვეხმარებიან. ჩვენ ვისმენთ კიდევ ვიმეორებ ყოველდღიურად ზიზღის ენას ქართველი ხალხის მიმართ ივანიშვილის და მისი მარიონეტებული არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. კი ბატონო, მის გამოდის ეს ერთსა გითხრათ, თქვენ თუ ემიჯნებით, თუ იზიარეთ, რომ ზოგადად აქვს ლეგიტიმური უფლება? არ ვიცი, ეხლა არასამთავრობო ორგანიზაციის კონკრეტულის მიერ გაკეთებული განცხადებაზე მე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ზიზღის ენა პირველ რიგში არ უნდა მოდიოდეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან, რომლიდანაც მოდის რეალურად. იახტა მეგობრებო, ზეცმინდა გითხრათ, როგორც ვიცით, გამოხდეს ამერიკის შეერთებული შტატებში ან საფასო წერილი გავრცელა ჩვენმა პარლამენტმა, რას ველოდებით, აი როგორ შევაფასებით აი ამ საფასო წერილსაც პარლამენტის მხრიდან და ასევე რას უნდა ველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. აქ იმ პოლიტიკურ შეფასებაზე არ არის მხოლოდ საუბარი იმ წერილთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ნახეთ კობახიძეს მიერ გაგზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონკრეტულად პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან.
ეს ადამიანი პოლიტიკაშიც რო არ იყოს ჩართული და სრულად არ იყოს გათვითცნობიერებული პოლიტიკურ პროცესებში, აშკარად ჩანს, რას ნიშნავს ეს წერილი. ეს წერილი ჩანს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელი და ვითომ, რა ვიცი, მთავრობის ხელმძღვანელი მიმართავს ამერიკის პრეზიდენტს, რომ მას არ უნდა თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის რა ფრაზებით ჩვენ გამოვიკითხეთ, აი ეს არის სწორედ ზიზღის ენა გამოხატული ქართველი ხალხის მიმართ და წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც არანაირად არ შეუწყობს ხელს ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობას. და რეალურად მეგობრობის აქტი ემსახურება რეალურ მეგობრობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ და ის ასევე мотивაციას აძლევს ევროპის სახელმწიფოებს, რომ ის მეგობრობა, რომელიც მათი მხრიდან არის გამოხატული, უფრო მეტად გაათმაგდეს და გაასმაგდეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება მეგობრები სახელმწიფოსთვის. ბიძინა ივანიშვილს ჭირდება ჩაკეტილი საქართველო, ჩაკეტილი სახელმწიფო, რომელიც ერთადერთი სახელმწიფოს მონურ მორჩილებაში იქნება, რომელიც სახელმწიფოსაც რეალურად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის რუსეთი და ამიტომ მათი ყველა ქმედება და იგივე ის მიღებული რაღაცა დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში მიიღეს, ასევე დამატებით სამარცხვინო, რაღაცა შემაგებებელი დოკუმენტი, რომელიც ამ მეგობარი აქტის შემაგებებელია და ასე ვთქვათ, გმობს იმ აქტს. რეალურად მე დარწმუნებული ვარ და დარწმუნებულები ვართ ჩვენ, რომ ეს აქტი აუცილებლად გავა ბოლომდე, საქართველოს ეყოლება მეგობრები და ერთ-ერთი მთავარი მეგობარი იქნება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ აქტს მოყვება, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ეს ყველაფერი უფრო მეტად ბიძგს მიცემს დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ ჩვენს სახელმწიფოს, რომ უფრო მკაფიო და მეტი მხარდაჭერა იყოს იმისთვის, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი. უნდა გაემიჯნოს აუცილებლად, უნდა გაემიჯნოს ზიზღს აუცილებლად, ყობახიძე, უნდა გაემიჯნოს აუცილებლად, ზარქუა, უნდა გაემიჯნოს აუცილებლად, დინარაძე, ყველა უნდა გაემიჯნოს. კი ბატონო.